ხო, რა წარმოდგენა გაქვს აფხაზეთს? ეთყობა რომ ეს ქალაქი არის გაყინული გეგმა როგორც პრიპიატი, მაგრამ რაც არ უნდა მეტი ჯარისკაცს დაემარცხებინა ბრიტანეთის იმპერიას, მაინც ამერიკა გამოეყოფოდა, იმიტომ რომ იმ საზოგადოებას ესე მიანიშნა რომ ის ხო აგრესორი და მას არასდროს არ შეეპოვებოდა. ეს იქნა გადაწყვეტილი. ჩვენც ესე ვართ რუსეთს, ჩვენც ესე არ ვართ, ხა რუსეთს ეხა რუსეთმა რომ ჩვენს წინააღმდეგ 2008 ომი დაიწყო. დღეს ხალხი რო დგას ქუჩაში, იმიტომ დგას რომ არ ეგუებიან რუსულ რეჟიმს. ბუნებრივია რომ გამოსქებაზე ვერ ვილაპარაკებთ იმ ქვეყანაში, რომელსაც მართავს ანტიეროვნული რეჟიმი. სასაცილო ისტორია, ხო, ეხლა ფორმებზე საუბრობთ 21 საუკუნის საქართველოში. წარმოუდგენელი ისტორია, ფორმები ჯერ კიდევ საძულველი იყო, მე რო ვსწავლობდი სკოლაში. ძალიან დიდი ხნის წინ იყო, 40 წლის წინ იყო დაახლოებით. ხელოვნური ინტელექტი არის იგივე საქსოვი დაზგა. როგორც 3 საუკუნის მერე საქსოვი დაზგა, ხო, პირობითად როგორც Henry Ford's industrial line. აბსოლუტურად. ეს არის უკვე მეორე ინდუსტრიული ეგრეთ წოდებული რევოლუცია, ხო? მე ვერ ხედავ ამაში პრობლემას. ვერც მე ვხედავ ამაში პრობლემას. ამას არ აგეკრძალა. ნეტა იყო ჩემი მასწავლებელი, ნეტა იყო იმიტომ რომ განათლება არ არის პროცესორმა, განათლება უნარებიც არის და ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით რაღაცა უნარად განავითარებ. ეს უნარია, რა თქმა უნდა. როგორ ხედავთ თქვენ აი ზუსტად აი ჩემნაირ ახალგაზრდებს პოლიტიკურ არენაზე? უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ჩვენი ახალი დედაქალაქი თბილისთან ერთად მეორე დედაქალაქი უნდა იყოს ბრიუსელი. ინგლისში რო რადგან არის გარდნიჩავს რომ კარგია. იმიტომ რომ ინგლისში ლორდთა პალატაც არის და იმედია რომ ჩვენ ყობახიძეების საგვარეულოს არ ვნახავთ ლორდთა პალატაში. ქვეყნის გარეთ ამ ხალხს არავინ არ ელაპარაკება საერთოდ, ან ვინც ელაპარაკება, ის არ ელაპარაკება როგორც ხელისუფლებას. ერთმა თქვა რომ არ შევალ მერე აყვა ეს სხვა ოპოზიციური პარტიები და ესე გადაწყვიტეს რომ არც ერთი თუ არ შევედით, იმიტომ რომ გახარია რომ შევიდა. ბევრი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს ჩუმად ლაპარაკობენ ახლა მამაღლა ვერ ამბობენ, მაგრამ დამნაშავე არის გვარამია. შენ თუ პოლიტიკოსი ხარ და გვარამია გადაგაწყვეტიებს პარლამენტში შეხვიდე თუ ვერ შეხვიდე. კარგი პოლიტიკოსი არ ხარ. არა, საერთოდ არ ხარ პოლიტიკოსი. ნებრივია როცა აკეთებ კონკურენტ პარტიას ამოცანა გაქვს რომ უგო არა მარტო ნაციონალურ მოძრაობას ყველა დარჩენს. არჩევანი რომ მე არ ყოფილიყავი ნაციონალურ მოძრაობაში მე გავაკეთე თავის თავწყალია, მაგრამ გააკეთე ნაციონალურ მოძრაობას. რა მოხდა თქვენს და მიშას შორის?